მოვიდა გაზაფხული. საოცარია გაზაფხული. ორი გაზაფხული გამოვტოვე გარეთში და რაოდენ უცნაურის არ უნდა იყოს, ყველაზე ძალიან იმის მეშინოდა საზღვარგარეთ, რომ გაზაფხულს გარეჯულ გაზაფხულს ვეღარ ვნახავდი. ყველაზე დიდი შიში ეგ იყო, რომ შეიძლება ისე მომკვდარიყავი, რომ გარეჯული გაზაფხული ვერ მენახა. რა თქმა უნდა, ბევრისთვის გაუგებარი იქნება ახლა ეს. მით უმეტეს მათთვის, ვინც არ ყოფილა დიდი ხნით საზღვარგარეთ, ცოტა გაუგებარია. მაგრამ ვინც ნაყოფი არის, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ძალიან მძიმე არის. ძალიან მძიმეა უცხოობაში. ყველასთვის არა ეხლა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის ადამიანები არსებობენ და სხვადასხვა მისწრაფებების ზურა. ეს არის კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნიში. წარია ოღონდ. ზოგადად ყველა ადამიანს თავისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში დასახული, თავისი აქცენტები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, უმთავრესი ამ ქვეყნად არის განვითარება ადამიანის განვითარება. ადამიანის მიერ ამა თუ იმ საგნის არსის ჩაწვდომა. არ აქვს მნიშვნელობა ეს სამშობლო იქნება, ახლობელი ადამიანები, ყველაფერი უნდა შეიმეცნო მაქსიმალურად, სანამ დრო გაქვს მოცემული. ყველაზე უმთავრესი, რა თქმა უნდა, ადამიანის სული არის და მარადიულ თემებს უნდა ჩაუღრმავდე, როგორც ვაჟა-ფშაველა. ყველა დიდი ადამიანი ურჩევდა თავის მკითხველს. თავარია სული. და საიდან მოდის სიყვარული თუ არა? შემეცნებიდან. შემეცნების გარეშე შეუძლებელია გიყვარდეს. თუ არ ჩაწვდია საგნის არსს, რანაირად შეიყვარებ, ხო? ადამიანს ახლა თუ არ გაიცენ, შეიძლება რაღაცა ერთი შეხედვით სიმპათია გაგიჩნდეს ადამიანის მიმართ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შემდეგ ადამიანის გაცნობის შემდეგ ხშირად გვეცლება ხოლმე ჩვენი შეხედულება ან კარგით, ან ცუდით. ასე რომ საგნის შეუსწავლელად, როგორც ილია იზახდა, საგნის შეუსწავლელად რაიმე დისკუსიას, შელობას, კამათს აზრი არ აქვს და არასერიოზულია. ასე რომ თუ შენ იძახი, რომ მიყვარს სამშობლო, მე ძალიან ბევრისგან მოგუსმენია, რომ სამშობლო მიყვარს და გიждები, მაგრამ ამ დროს საერთოდ
როგორ ვთქვა ისტორიას ხო არ იცნობს და არ იცნობს სახელები აქვს მარტო გაგონილი თქვა დავით აღმაშენებლის თამარ მეფის ვახტანგ გორგასლის და ეს ძალიან ცნობილი მეფეების მარტო სახელები აქვს გაგონილი და თვითონ თავის სამშობლოსაც არ იცნობს შეიძლება ვერ გითხრას ჩოხატაური რომელი არა ვერმა იცის მაგრამ ზოგმა შეიძლება ისიც ვერ გითხრას რომელი კუთხის რაიონია რაიონული ცენტრი და ასე შემდეგ არ არის ნამყოფი რო არ არის ხო გასაგებია მაგრამ არც იცის სამაგიეროდ უმრავლესობა ყველა რესტორანში ნამყოფია ყველა რესტორანში ნამყოფია საჭმელი მუცელს რაც შეეხება იცის ხუთიანზე ეს არის ჩვენი ტრაღიზმი სიყვარული რო გაიგო რას მოვაყოლე ხა ეს ყველაფერი ხო ცოტა შორსავედი მაგრამ რატომ მიყვარს მე ვთქვათ რომ გარეჯი ყველაზე მეტად იმიტომ რომ ყველაზე კარგად დავით გარის ვიცნობ ბავშვობიდან რატო უყვართ ადამიანებს დედა ყველაზე მეტად იმიტომ რომ ყველაზე კარგად დედას იცნობენ ესე არის განა დედა იდეალურია განა არსებობს იდეალური ადამიანი რაღაცისთვის ადამიანის კონკრეტული ადამიანის პიროვნების დედა შეიძლება ამორალური საზღარი არსება იყოს მაგრამ იმისთვის ვისიც არის ეს დედა იმისთვის დედა არის იდეალური და სათაყვანებელი იმიტომ რომ კარგად იცნობს მე რატო არა შვილი გიყვარს იმიტომ რომ კარგად იცნობს შენი არის ყველაფერში ასე არის ჯერჯერობით გადამხმარია აქაურობა საკუთარი თავის შეცნობაც მისდათ იმას ემსახურება რომ შეიყვარო შემდეგ საკუთარი თავი ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი თავი ადამიანებს რასაც სიყვარული ქვია ჩვენ გვიყვარს ის ემოცია რასაც გვაძლევს ჩვენი თავი უმრავლესობას ვიძახ ყველას არა გარო გაძღე აი გაძღომის რო გაქვს მიწი მაგის გამო გიყვარს ან რაღაცა არ ვიცი ინტიმური კავშირის ნიჭი რო გაქვს თორე ნამდვილად თუ გიყვარს რაღაც უფრთხილდები ხო არა უმრავლესობა ადამიანების რა შვება ჭამს ყველაფერს ღორიც კი არ ჭამს ყველაფერს რაღაცებს არ ჭამს ღორი ადამიანი ჭამს ოღონდ სიამოვნებას ანუ აქედან გამომდინარე არ არის სიყვარული რაც იყვარს ხო უფრთხილდება მანქანასაც კი წარმოიდგინე მანქანასაც კი უფრთხილდები რა მანქანა რო ყავს იმასაც კი უფრთხილდები რაღაცნაირად Oh yeah.
ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ისე არ უფრთხილდება, როგორც ავტომობილს ან მოტოციკლს. ანუ რაზეთი ჩაასხარა, არ ვიცი, არ ვიცი, რაღაც გამოიწერს საიდანღაც საუკეთესო ზეთს ადამიანი, რომ თავის ტრანსპორტში ჩაასხას. ამ დროს თვითონ რაღაცა ნაგავს შეჭამს. რა შორს ავედი რაღაცა პატრიოტიზმიდან, მაგრამ ზოგადად ესეა, სამშობლოსთან მიმართებაშიც ასე ვარ. დაანაგვიანებ სამშობლოს, არ ვიცი. ისის თქვა გზაზე, რომ ვიღაცას გადაასწრებ, დაუსიგნალებ, შეაგინებ. განა ეს სამშობლოს შეურაცხყოფა არ არის, ის სამშობლო ადამიანებისგან შედგება და თუ შენ ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებ, განცხავ და აგინებ, განა შეიძლება შენ თქვა რომ სამშობლო მიყვარს და ალბათ წაიკითხეთ ვაჟა-ფშაველა. აკრიტიკებს ადამიანებს, მაგრამ მომხელა სიყვარული ჩანს. თითოეულ წინადადებაში საოცარი. რაღაც სიყვარულზე არის ლაპარაკი, რა ვიცი. სამწუხაროდ არ გიყვარს. არ გიყვარს ჩვენ სამშობლო, ეგ არის რეალობა. არც საკუთარი თავი გიყვარს. გიყვარს მუცელი. რატო ამბობს ვაჟა-ფშაველა, რომ მადლობას გეტყვით, ვისაც კი გული არ აქვს, კუჭადაო. იმიტომ რომ ცოტა იყო ესეთი ხალხი, რომ გული კუჭად არ ქონდა და გული გულად ქონდა. გული სიყვარულისთვის ქონდა და არა იმისთვის, რომ გემრიელი საჭმელის ჭამისას ეგშინა და იფიფი ეძახა რა. ასეა ეს. სამწუხარო რეალობა არის ასეთი. და ისიათად, ავიცი, ყველას ვეკითხები. საკითხული გაქვს თუ არა, ვეფხისტყაოსანია. ერთი ადამიანი ვნახე ამას წინათ და ვეფხისტყაოსანიო, ინგლისში ვიყავიო და ინგლისელებსო სამაგიდე წიგნად აქვთო. სამაგიდე წიგნად აქვთო, როგორც ხატების კუთხესთან უდევთო. ანუ ინგლისელ არისტოკრატებსო წერლებს თუ რა ვიცი ახლა. მე უთხარი, წაკითხული გაქვს მეთქი? შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ნახევარი წავიკითხეო და დანარჩენიო ერთხელ მქონდა წაკითხული, თან როგორ იცი, ნახევარი ხო წაიკითხა და მე აუდიო წიგნი ჩავრთეო. ვერ შევძელი ბოლომდე წაკითხვაო, ესე იგი არ ვიცი რა, ხო რა უნდა, როგორი შეფასება უნდა ვიცე ამას. და ინგლისელებსო სალოცავ კუთხეში უდევთო, იგივე პიროვნება იძახის. ანუ ჩვენ ესე გვაქვს, სამშობლო, ჩემი სამშობლო და ჩააფურთხებს მეორე წუთში იმ სამშობლოს სულში ნებისმიერი. თბილისში რომ შევდივარ ხოლმე, ეზიზღება რა, ვერ ვიტან. ისეთი აგრესია და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ. ეს არის სამშობლოს სიყვარული. ყველა არ არის ესეთი ახლა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ის რაც არის 20% თუ 30% იმდენად აბინძულებს გარემოს, რომ უკვე განცდა გიჩნდება, რომ ყველა ნაგავია. საკმაოდ ბევრია ესეთი აგრესიული და ნაძირალა, ვისაც არც სამშობლო უყვარს და საერთოდ რა ჯურის, რა ჯიშის არის ვერ გაიგე. ჩემი საყვარლესი ადგილი უდაბნო.
მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი სად რა არის. აი ეგ ფურნე იყო, აი ნანგრევები როა. პურის ხვევოდა და შემოდიოდით ხოლმე. დედა ჩემი უფროსი ძმა პურის სასაღებად. ცხელი პური რო წაგვეღო სახლში.